მოგიდგეთ მე თქვენ მესამე ქვეითი ბრიგადის მისიას ერაყში. ყველას გააკეთოს მესამე ქვეითი ბრიგადა და რა მისია შეასრულებს ერაყში, კერძოდ ბასიკის პროვინციაში. მესამე ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფებმა აწარმოეს შეტევითი, თავდაცვითი და სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციები ბასიკის პროვინციაში. რათა მოიპოვოს ერაყის საზღვრის კონტროლი, აღკვეთოს მეამბოხე ძალების შემოსვლა და კონტრაბანდის შემოტანა ერაყში. მესამე ქვეით ბრიგადას მოუწეს მოქმედება ბასიკის პროვინციაში, რომელიც დასახლებულია ძირითადად შიიტი და სუნიტი მოსახლეობით და ცოტა რაოდენობა შერეული მოსახლეობით. ეს არის ბასიკის პროვინცია, აქ არის დედაქალაქი ალკუტი, სადაც უშუალოდ ჩვენ შევასრულებთ ჩვენ ამოცანას. ბრძანისის სასწავლო ცენტრი. მესამე მსუბუქი ქვეითი ბრიგადა. რამდენიმე თვე აქ სპეციფიკურ წვრთნებს გადის. ძირითადი სამზადისი ერაყის რესპუბლიკაში სახელმწიფო დავალების შესრულების სპეციფიკაა. ბრიგადის ხელმძღვანელობა ამუშავებს მთელ ინფორმაციას, რაც ერაყს, კონკრეტულად კი ბასეთის პროვინციას ეხება. ჯარისკაცებმა უკვე იციან, რომ რამდენიმე კვირაში საქართველოდან ერაყში აღმოჩნდებიან. ამიტომ სერჟანტის ბრიფინგებს განსაკუთრებული ყურადღებით უსმენენ. ტერორისტების შეერაღება შედის, ამ შეერაღება რაც გააჩნიათ მათ არის ძირითადად საბჭოური წარმოებების შეერაღება, ძველი შეერაღება. აღარ არის ნახეთ პემი, ანუ მაკაროვი, ტოკარევი, ბერეტა, ბრაუნინგი და ასე შემდეგ. ქართულ კონტინგენტს ამ შემთხვევაში ეს არის პირველი შემთხვევა, რომ დაევალება სრულად ოპერაციებში ჩართვა. ეს ნიშნავს იმას, რომ ბრძოლაში ჩართვის წესების სრული პაკეტით ვიმოქმედებ ჩვენ ეგ. რაც შეეხება შეიარაღებას, მიგვაქვს ჩვენი საბრძოლო მასალებიც, ხოლო ტექნიკით უზრუნველყოფას, თუნდაც ავიაციით, артиლერიით და ასე შემდეგ გააკეთებს ამერიკული მხარი თუ ეს საჭირო გახდა. ერაყი. ოფიციალური სახელწოდება ერაყის რესპუბლიკა. მოსახლეობა 26.5 მილიონი ადამიანი. ფართობი 428.317 კვადრატული კილომეტრი. დედაქალაქი ბაღდადი. ძირითადი ენები არაბული და ქურთული. ძირითადი რელიგია ისლამი. ფულადი ერთეული ერაყული დინარი. ძირითადი საექსპორტო მასალა ნავთობი. ერაყი ეს ერთ-დროს ყველაზე ხმაურიანი და ყველასათვის ცნობილი ქვეყანა. მდინარე ევფრატსა და ტიგროს შორის მდებარეობს. სამხრეთით სპარსეთის ყურით, ხოლო ჩრდილოეთით სომხეთისა და ირანის ქედითაა გარშემორტყმული. თანამედროვე ერაყს უკავია ტერიტორია
რომელიც ძველად ცნობილი იყო როგორც მესოპოტამია და თანამედროვე მეცნიერული შეხედულებით წარმოადგენს ცივილიზაციის აკვანს. 1958 წელს მონარქიის დამხობისა და 1968 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ ერაყი არაბული ნაციონალიზმის ერთ-ერთ ცენტრად იქცა. უმდიდრესმა ნავთობის საბადოებმა ერაყს კეთილდღეობა მოუტანა. 1979 წელს, როდესაც პრეზიდენტად სადამ ჰუსეინი აირჩიეს, ნავთობი იძლეოდა ქვეყნის სავალუტო ჩარიცხვების 95%-ს. ირანთან ომმა, რომელიც გრძელდებოდა 1980-1988 წლებში, აგრეთვე 1991 წელს ერაყის მიერ ქუვეითის ოკუპაციით გამოწვეულმა ომმა დამანგრეველი ეფექტი მოახდინა ქვეყნის ეკონომიკაზე და მის მოსახლეობაზე. 1991 წელს გაერომ გამოაცხადა, რომ ერაყი იქცა ინდუსტრიამდელი პერიოდის ქვეყანა, ხოლო შემდგომი წლების მონაცემებით ცხოვრების დონე ერაყში საარსებო მინიმუმამდე დაეცა. სადამ ჰუსეინის 24 წლიანი მმართველობის დამხობის ოპერაცია დაიწყო 2003 წლის 20 მარტის დილას, როდესაც ამერიკულმა რაკეტებმა დააზიანეს რამდენიმე სპეციალური სამიზნე ბაღდადში. მთავარი არგუმენტი ამ ოპერაციის ჩასატარებლად იყო ის, რომ სადამი, როგორც ამტკიცებდნენ, ფლობდა მასობრივი განადგურების იარაღს. ამერიკული და ბრიტანული ჯარები ერაყში შევიდნენ სამხრეთიდან. პირველ დღეებში კოალიციური ჯარები გარკვეულ წინააღმდეგობას წააწყდნენ. თუმცა 9 აპრილისთვის ამერიკულმა ჯარებმა ბაღდადის ცენტრს მიაღწიეს. ერაყის მთავრობა ამ დროისთვის უკვე სრულიად დეზორგანიზებული იყო. 2004 წლის ივნისში კოალიციური ჯარების ხელმძღვანელობამ ქვეყანაზე სუვერენიტეტი ახალ ხელისუფლებას გადასცა, ხოლო კიდევ წელიწადნახევრის შემდეგ ერაყში ჩატარდა თავისუფალი მრავალპარტიული დემოკრატიული არჩევნები. ბოლო წლებში არაბული ტერორისტული რაზმების მოქმედების შედეგად ქვეყანას მილიარდობით დოლარის ზიანი მიადგა. ამასობაში კი ერაყის ჩრდილოეთით ქურთულმა სეპარატისტულმა სათვისტომომ საკუთარი ნახევრად ავტონომიური რეგიონი შექმნა. ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ, როდესაც აქ კოალიციური ძალები შემოვიდნენ, ფაქტიურად ანარქია სუფევდა პირველ ეტაპზე. რა თქმა უნდა, მეტნაკლებად დაალაგდა და ეხლა ყველაფერი შედარებით კარგად არის, მაგრამ არის გარკვეული ძალები, რომელსაც არ უნდათ აქ სიმშვიდე და უნდა ძალაუფლების დაბრუნება. სადამ ჰუსეინი თვითონ იყო სუნიტი და სუნიტ მოსახლეობას გაცილებით მეტი უფლებები ჰქონდა. აქ არამატო უფლებებზეა საუბარი, საყოფა ცხოვრების პირობებით გაცილებით უფრო კარგი ჰქონდათ. სუნიტებს ჰქონდათ ძალაუფლება, რომელიც დღესდღეობით დაკარგეს და ისინი ვერ ეგუებიან უბრალოდ ამ ძალაუფლების დაკარგვას. აგრეთვე არის აქ ალ-ქაიდას ქსელი, რომელსაც პრინციპში არავითარი ინტერესი არ გააჩნია გარდა გარეულობა იყოს. და არიან შიიტები, რომელსაც არა მარტო სუნიტების წინააღმდეგ აქვთ შეტაკებები ერთმანეთში, თვითონ რამოდენიმე დაჯგუფებად იყოფა ეს შიიტური ჯგუფი. ძალიან დიდი გავლენა აქვს აქ კლანებს, თვითონ გვარებს. იმათ თავის ინტერესი აქვს, შეიხებს თავის ინტერესი აქვს და ეს ყველაფერი მოდის კონფლიქტში ერთმანეთთან. ეს პოლიტიკური პარტია ბაასი, ეს რელიგიური სექტები, ტერორისტები, ეს ალ-ქაიდა შემოსული მებრძოლები ქვეყნის გარეთ და თვითონ ეს ადგილობრივი კლანები. ეს ყველა ერთმანეთში იბრძვის გავლენის სფეროს გადანაწილების გამო.
2003 წლის აპრილიდან სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ არ წყდება არაბი ბოევიკების მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე, ერაყის ახალი ხელისუფლების მომხრეებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაციებზე თავდასხმები. დაძაბული ურთიერთობა მუსულმანთა ორ სექტას, სუნიტებსა და შიიტებს შორის გადაიზარდა სისხლიან რელიგიურ შეტაკებებში, რაც იწვევს სამოქალაქო ომის პროვოცირებას. კოალიციურ ჯარებს და ერაყის პოლიციის ძალებს უწევთ ყოველდღიური დაპირისპირება პარტიზანულ მოძრაობასთან. ქვეყნის სტაბილიზაცია მათ ნამდვილად არ ადარდებდეს და არ აწუხებს, მათ პირადი გამორჩენის მიზნით უფრო აკეთებენ ამას, ვიდრე თავის ქვეყნის გულისთვის. მაგრამ ძირითადი მოსახლეობას ნამდვილად მოფესრდა უკვე ომი, აფეთქებები, სიკვდილი. თქვენ კარგად გესმით, ყოველდღიურად თითქმის აფეთქება ხდება და უდანაშაულო ხალხი, ბავშვები და ქალები იღუპებიან, სრულიად უდანაშაულო ხალხი. მათ ნამდვილად არ უნდათ ომი და არც მათ ოჯახის წევრებს არ უნდათ ომი, იმიტომ რომ ყველას ოჯახი ყავს და ყველა თავის ოჯახის წევრზე ფიქრობს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღესაც დამყარდება ამ ქვეყანაში მშვიდობა და ალბათ ხალხი თვითონ განდევნის იმ ტერორისტულ დაჯგუფებებს და მეამბოხეებს. სადამ ჰუსეინის დიქტატურის დამხობამ საბოლოოდ ვერ გადაწყვიტა ერაყის ყველა პრობლემა. გადაუდებელ ამოცანათა შორის, რომელიც ქვეყნის ხელისუფლების წინაშე დგას, სამოქალაქო საზოგადოებისა და სახელმწიფოს უშიშროების სისტემის აღდგენაა. საქართველომ 1999 წლიდან დაიწყო საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობა. პირველ ეტაპზე ეს ბალკანეთში, კონკრეტულად კი კოსოვოში განხორციელდა. ამერიკელი და ბრიტანელი სამხედრო სპეციალისტები სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებისთვის ქართულ ჯარისკაცებს რამდენიმე წლის განმავლობაში ამზადებდნენ. მაშინ ერაყში ქართველების გაგზავნა წარმოუდგენელი იყო და ამ საკითხზე არავის საუბრობდა. თუმცა 2 წლის შემდეგ საქართველომ გამოთქვა მზადყოფნა საკუთარი ქვედანაყოფი გაეგზავნა კოალიციური ძალების შემადგენლობაში და ერაყის რესპუბლიკაში სამშვიდობო ოპერაციების ჩატარებაში საკუთარი წვლილი შეეტანა. გარკვეულწილად პასუხისმგებლობა იზრდება, თუმცა ამაში ცუდი არაფერი არ არის, იქიდან გამომდინარე, რომ ეს გულისხმობს თავის თავში იმას, რომ ჩვენმა სამხედროებმა შეასრულეს თავმაზე დაკისრებული ამოცანები აქ კარგად. მათ ყველა ახასიათებს, რომ საუკეთესო კონტინგენტს, რაც ჩვენთვის საამაყო ამ შემთხვევაში ბუნებრივია. რაც შეეხება კონკრეტულად ადგილზე ამოცანის შეცვლას და პასუხისმგებლობის გაზრდას, ეს ესე იქნება, მაგრამ ამას დადებითი მხარე აქვს ის, რომ ჩვენი ბიჭები მიიღებენ გამოცდილებას, კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წაიწევენ, მიიღებენ მეცოდნას. ერაყში პირველი ქართული ქვედანაყოფი დაკომპლექტებული იყო კოჯრის სპეცდანიშნულების ცენტრის 34 მებრძოლით.
ინჟინერ მესანგრეებით და სამხედრო ექიმებით. ჩვენ მიდგომა ესეთი იყო, რომ იცით რახან ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად საკმარისი ინფორმაცია იმისა, რომ დიახ ანტიარაღული კოალიცია შედგება და შედგება უახლოეს მომავალში, ჩვენ რა თქმა უნდა დავიჭიროთ გარკვეული პოზიცია. ეს პოზიცია პირველ რიგში თქმა უნდა იყო მეგობრული და ჩვენ მიდგომა ესეთი იყო, რომ ის რა მეგობარს და ამხანაკს და ძმას და ძმაკაცს უნდა დაეხმარო აბსოლუტურად მაშინ, როცა მას უჭირს და ალბათ ის რომ ამერიკელებს მოეთხოვათ რაღაცა ჩვენთვის ასე ვთქვათ კოალიციაში მონაწილეობა ან რაღაცნაირად ეგზნობინებინათ ჩვენთვის ეს იქნებოდა უკვე სხვა საფეხური. ჩვენ თავიდანვე ჩვენ ჩავთვალეთ რახან მეგობარი ქვეყანა ვიყავით, უშუალოდ მონაწილეობა მიგვიღოდა და გვენახებინ რომ დიახ ჩვენ ვჩხუბობთ მაშინ, როცა ჩვენ მეგობარს უჭირს. ქართველი ჯარისკაცები ბაკუბაში ვორჰორსის ბაზაზე განთავსდნენ. ერთ-ერთი განაღმვითი სამუშაოების დროს ნაღმის საფეთქებით 3 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ღვთის წყალობით 3-ვე გადარჩა. ქართველების კონტინგენტში იყო ღვთისმსახური მამა გიორგი, რომლის ზალისხმევითაც ბაზაზე სამხედრო კარავში სამლოცველო მოაწყო. პატარა ქართულ ეკლესიაში ლოცულობდნენ შემდეგში როტაციით ჩასული ბატალიონის მებრძოლებიც. საქართველოს ხელისუფლება ერახში გაგზავნილი ბატალიონების რიცხოვნობას ყოველ როტაციაზე ზრდიდა. 2004 წელს ერახში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად შავნაბადის ბატალიონის სრული 560 ჯარისკაცის შემადგენლობით გაემგზავრა. ბატალიონმა ერახში კოალიციური ჯარების სარდლობის განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა. ამის დასტურად ბატალიონის მეთაური ამერიკის პრეზიდენტის სახელით ბრინჯაოს ვარსკვლავით დაჯილდოვდა. ქართული ბატალიონებისთვის სარდლობის მიერ მადლობის სიტყვები უკვე ტრადიციად იქცა. რა თქმა უნდა, რეგიონი დაძაბულია, მაგრამ არა ისეთი დატვირთული, მით რაც თქვათ, პირდაპირ წარმოებული ომის სიტუაცია შეეხება, რაც ყველაზე სასიხარულოა და კარგია, ჩვენი ჯარისკაცები თავს ძალიან კარგად ძნობენ, მათი პირობები ძალიან კარგია, ასევე შეფასებები კოალიციის ჯარების მხრიდან ძალიან კარგია, რაც ჩვენ გვახარებს და შეგვიძლია თქვათ იგივე მათ მშობლებს, მათ ახლობლებს ჩვენ ქვეყანას უთხრათ, რომ ქართველი ჯარისკაცები ძალიან კარგად ასრულებენ ამ მისიას და იმედია, რომ შემდგომშიც ასე გააგრძელებენ. ოცეულიდან დაწყებული საქართველოს ერახში ყველა სახის დანაყოფი გაგზავნა. ამჟამად მიმდინარეობს მთელი ბრიგადის მომზადება სამშვიდობო ოპერაციაში ჩართვისთვის. ამ ამოცანის შესასრულებლად შეიარაღებული ძალების სარდლობამ ყურადღება მესამე მსუბუქ ქვეით ბრიგადაზე შეაჩერა. სწორედ ეს 2000 კაციანი შენაერთი იქნება პირველი, რომელიც ერახში მთელს პროვინციას გააკონტროლებს და ამ ზონაზე პასუხისმგებლობას აიღებს. ჩვენ ვიცით სადაც მივდივართ და ვიცით ისიც რაც უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ალბათ უფრო მეტად საპასუხისმგებლოა, იმიტომ რომ უფრო მეტი საქმე გველისიქ ოპერაციებში სრული ჩართვა და ყველა სახის ოპერაციებში მონაწილეობის მიღება ეს ცოტა სარისკოს არის, მაგრამ ამისთვის ვემზადებით ჩვენ აქ, რომ ეს ყველაფერი დაძლეული იყოს. ქალაქი ალკუტი, რომელიც ვასითის პროვინციაში მდებარეობს, ირანის საზღვრიდან 150 კილომეტრშია. ოფიციალური მონაცემებით ალკუტში 400,000, ხოლო მთლიანად პროვინციაში 1 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პროვინციის ფართობი დაახლოებით 35,000 კვადრატული კილომეტრია. აქ მოსახლეობის 90% შიიტია. კოალიციური სარდლობის მონაცემებით ალკუტში ამ დროისთვის ტერორისტთა შედარებით დაბალი აქტივობაა. სწორედ აქ ამ ქალაქში მოუწევთ ქართულ ჯარისკაცებს სამშვიდობო მისიის შესრულება. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება გავზარდოთ კონტინგენტი ერახში, ჩვენი კონტინგენტი ერახში. აქედან გამომდინარე იცვლება ამოცანაც, როგორც თქვენ თვითონ ნახეთ, დღეისათვის ერახში ჩვენი
ჯარისკაცები ასრულებენ სხვადასხვა ფუნქციას, სხვადასხვა ბაზებზე. ამ გადაწყვეტილების მიღების შედეგად სავარაუდოდ ეს ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი, ჩვენი შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ გადმოვა რეგიონი მთელი, მათ შორის ალკუტი, რომელსაც მიაბარებენ ჩვენ ჯარისკაცებს და თავიდან ბოლომდე ამ რაიონის გაკონტროლება დაევალება ჩვენ ჯარისკაცებს სხვა ქვეყნების კონტინგენტებთან ერთად, მაგრამ დომინანტი ამ შემთხვევაში იქნება ჩვენი შეიარაღებული ძალა. კრწანისის სასწავლო ბაზაზე მესამე ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელობა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ვასიტის პროვინციიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს. ოფიცრები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ. თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები შტაბში თითქმის ყოველდღიურად მოდის. შეისწავლება ტერორისტული ჯგუფების ყველანაირი აქტივობა და ხდება ყველა შესაძლო სცენარის გათამაშება, გათვალისწინება. ეხლა ეს ზონა არის შეფასებული როგორც წითელი ზონა, როგორც ცნობილი არის, მაგრამ თვითონ რისკის ფაქტორი არის საშუალოდ შეფასებული. ამას განაპირობებს ის, რომ თვითონ კოალიციური ძალები ამ ესე იგი ზონაში, ამ პროვინციაში მათი მოქმედება იყო შეზღუდული არა იქიდან გამომდინარე, რომ ძალა არ იყო საკმარისი, ან ნაკლებად საპასუხისმგებლო რაიონი იყო, არამედ იმიტომ, რომ ძირითადი ამოცანა პირველ რიგში კოალიციური ძალებისთვის იყო თვითონ ბაღდადის და მისი მიმდებარე ტერიტორიების გაკონტროლება. ეხლა ვინაიდან ეს უკვე განხორციელდა, მეტნაკლებად უკვე საჭირო არის აი იმ ტერორისტული ჯგუფების და ორგანიზაციების, რომელიც გავიდნენ უკვე ბაღდადს გარეთ და ცდილობენ უფრო უსაფრთხო ადგილების მოპოვებას, მათი კონტროლი, ასევე თქვათ, მთელ ერაყის ტერიტორიაზე და ერთ-ერთი მათგანი არის ვასიტის პროვინცია.
მესამე მსუბუქვეით ბრიგადას ამერიკელმა ინსტრუქტორებმა სახელიც დაარქვეს მამლუქები. ერაყის ტერიტორიაზე მამლუქთა ბატონობა 1759 წლიდან დაიწყო. მათ 82 წლის განმავლობაში მართეს ერაყი და დიდი როლი ითამაშეს ერაყის სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. პოლიტიკურ, გეოგრაფიულ და ადმინისტრაციულ საზღვრებში ერაყის მოქცევა, რომელშიც იგი დღეს იმყოფება, დაკავშირებულია უპირველეს ყოვლისა ქართულ მამლუქთა სახელთან. პირველი ესეთი იყო სულეიმან აბულაევი, ღამის მამად წოდებული ქართული მამლუქი, რომელიც 12 წლის ასაკში 18 საუკუნის დასაწყისში მონად გაიყიდა, მოხვდა ერაყის ტერიტორიაზე ბაღდადის მაშინდელ ფაშასთან, მაგრამ ძალიან მალე მან მოახერხა მონობიდან გათავისუფლებას, დაწინაურებაც, მიიღო ქალიშის ტიტული, ანუ ფაშის მოადგილის ტიტული, სხვადასხვა ქალაქებსაც მართავდა და ბოლოს 1759 წელს ის გახდა ერაყის ბრძანებელი მმართველი. ზუსტად 258 წლის შემდეგ მამლუქები ერაყში კვლავ ბრუნდებიან. ბასითის პროვინციაში ისინი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მშვიდობის დამყარებას შეეცდებიან.